ბიჭი სასაფლაოზე დახეტიალობდა და საფლავებზე წარწერებს კითხულობდა. ის განსაკუთრებით დაინტერესა ერთმა ეპიტაფიამ. შეჩერდი, ჩემო მეგობარო, როცა გვერდით ჩამივლი. ერთხელ მეც ვიყავი ისეთი, როგორიც შენ ხარ, მაგრამ მალე შენც გახდები ისეთი, როგორიც მე ვარ. ამიტომ მოემზადე მე გამომყვე. ბიჭი დაფიქრდა, მერე ამოიღო ფანქარი და ეპიტაფიას გვერდით მიაწერა. მე არ ვარ თანახმა გამოყვე, სანამ არ გავიგებ სად წახვედი. ამ გულუბრყვილო რეპლიკაში ღრმა აზრი იმალება. ყოველ ადამიანს აინტერესებს, რა დაემართება სიკვდილის შემდეგ. ყოველ ჩვენგანს უფლება აქვს იცოდეს, რა ელოდება, როცა სუნთქვა დატოვებს სხეულს. თითოეულს ადრე თუ გვიან ელოდება პირისპირ შეხვდეს სიკვდილს. ბიბლია სიკვდილზე საუბრობს, როგორც კაცობრიობის მტერზე. ღვთის ჩანაფიქრი კაცობრიობის შესახებ აშკარად ცხადი ხდება ლაზარეს ისტორიაში. როცა ლაზარეს სიკვდილის ამბავი შეიტყო, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ლაზარეს ძინავს, რითაც სიკვდილი ძილს შეადარა. როდესაც იესო მართას შეჰპირდა, რომ ლაზარე აღდგება, მართა მიუგო, ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს. მართა უსმენდა ქრისტეს ქადაგებებს. სწამდა მისი სიტყვები და ელოდებოდა აღდგომას ქრისტეს მეორედ მოსვლისას. ცოტა ხნის შემდეგ გახსნილ სამარხთა მდგარმა იესომ დაიძახა. ლაზარე, გამოდი. ლაზარე დაემორჩილა სიცოცხლის მომცემის სიტყვას და დასაკრძალ ტილოებში გახვეული სამარხიდან გამოვიდა. თავისი საკუთარი აღდგომით ქრისტემ დაამტკიცა, რომ სიკვდილი დაამარცხა. ქრისტეს აღდგომა არის ნიშანი, რომ მისი მსხვერპლი მიღებულია მამის მიერ და რომ მან მიიღო უფლება გაანადგუროს სიკვდილი და მისი ავტორი ეშმაკი. მადლობა გადაუხადეთ ღმერთს. სიკვდილზე გამარჯვება მომპოვებულია და ეს გამარჯვება შეიძლება ასევე ჩვენიც გახდეს, თუ კი გამარჯვებულს მივიღებთ როგორც საკუთარ მხსნელს. გსურთ თუ არა მიიღოთ იესო ქრისტე თქვენს გულში, რათა მიიღოთ საუკუნო სიცოცხლის ნიჭი ჩვენი უფლისა და მხსნელის მეორედ მოსვლისას. თუ გსურთ ეს, ქვევით დაწერეთ, დიახ, მე ვღებულობ ბიბლიურ სწავლებას სიკვდილის შესახებ და მსურს ვიყო იმათ რიცხვში, ვინც მიიღებს უკვდავებას ქრისტეს მეორედ მოსვლისას. გადადით ბმულზე, უპასუხეთ შეკითხვებს და გამოგვიგზავნეთ.